ლონდონის შემდეგ პარიზი ოცნების რეჟიმის მსახურები ამჯერად საფრანგეთის დედაქალაქში წიგნის ფესტივალზე ჩავიდნენ. ქართველი ხელოვანები ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის ნაცვლად საკუთარ გართობაზე ზრუნავენ. ნუსა ბახუტაშვილი დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. გიორგი გრან-პალეში წიგნის ფესტივალზე ქართული ოცნების დელეგაცია გაემგზავრა. ფესტივალს ესწრებიან კულტურის სამინისტროს არალეგიტიმური მინისტრი თინათინ რუხაძე და მისი მოადგილე ბექა დავითულიანი. პარიზის წიგნის ფესტივალზე მწერალთა სახლი წელს უკვე მეორე წარს დგას. სტენდის ვიზუალური კონცეფცია კი რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მიხედვით მომზადდა. ამ ფესტივალზე არ არიან დამოუკიდებელი გამომცემლები და მწერლები. პარიზში მხოლოდ ქართული ოცნებისა და მათთან დაახლოებული ადამიანების დელეგაცია გაემგზავრა. მწერლებისა და ლიტერატორების შეფასებით ეს ფესტივალი არ არის სრულფასოვანი, რადგან იქ წარმოდგენილი არაა თანამედროვე ქართული ლიტერატურა. ასევე ეგრეთ წოდებულ მართლ პარტიას აკისრებენ პასუხისმგებლობას იმ ცენზურაზე, რომელიც მათ შორის მწერლობასაც დაუწესა. მწერლების თქმით, თავისუფალი მწერლობა ახლა ბარიკადებზე დგას და თავისუფლებისთვის იბრძვის. აზრი და პრინციპში აზრისი არ აქვს დღეს საქართველოსთან რამე დელეგაციის გაგზავნას პარიზში, იმიტომ რომ როგორც ზოგადად ხელისუფლებას, ისევე ხელისუფლების თითოეულ შტოს იქნება ეს მწერალთა სახლი თუ სხვა ორგანიზაციები, კულტურული ორგანიზაციები თუ სხვა სახის ორგანიზაციები, ყველა არის დელეგიტიმიზირებული, ყველა არის ლეგიტიმაციის მიღმა. ქართველმა მწერლებმა აირჩიეს თავისუფლება, ისინი დგანან თავისუფლების მხარეს, ისინი დგანან ბარიკადებზე, მათი ნაწილი ფიზიკურადაც შელახულ მდგომარეობაშია სამწუხაროდ, მაგრამ არ ნებდებიან მწერლები და რაც თავი არ ნებდებიან კონიუნქტურას, რომელიც მათ ხშირად საცდურს თავაზობს, იქნება ეს პარიზი თუ რომელიმე სხვა დიდი და მნიშვნელოვანი დედაქალაქი ევროპისა. ისინი არ თანხმდებიან არც ფულად და არც სხვა სახის ესე იგი რესურსებს იმისათვის რომ გაყიდონ მთავარი იდეა. დღეს მართლაც იდეური ბრძოლა მედის, ერთ მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც რუსული საოკუპაციო ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან და მეორე მხარეს არიან მწერლები, რომლებიც ემსახურებიან მწერლობის იდეას. დღეს ეს წიგნის ბაზრობები არის აბსოლუტურად ზედი არასრულფასოვანი ქართული ლიტერატურის და კულტურის, როდესაც იქ არ არის თანამედროვე სრულფასო და თანამედროვე ქართული ლიტერატურა და მინდა უთხრა ყველას, რომ დღეს საქართველოში ნამდვილად იქმნება ძალიან მაღალი ხარისხიანი ლიტერატურა, აი ამ დღეების წიგნის ბაზრობაც ამას მეტყველებს, რომელიც გააკეთეს დამოუკიდებელმა გამომცემლებმა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიის ბრალი. როგორც ისინი მიუძღვნენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, მათი ბრალი არის, ვინაიდან და რადგანაც მათ დაიწყეს ეს ბრუტალური ცენზურა, მათ გამოიწვიეს ეს წინააღმდეგობა და მათ დაიწყეს გაშავება თანამედროვე ქართული ლიტერატურის, დღესაც მიმდინარეობს ეს თანამედროვე ქართული მწერლების, ქართული ლიტერატურების და შედეგი არის საშინლად დამაზიანებელი. ის ვინც პარიზის წიგნის ფესტივალზე ვერ მოხვდა მკითხველს უმასპინძლებს თბილისის წიგნის ბაზრობაზე. თავისუფალი გამომცემლები მკითხველებს შეხვდებიან ექსპო ჯორჯიაში, იქ სადაც ჯერ კიდევ ისმის თავისუფალი სიტყვა, მივიდნენ მსახიობებიც, მსახიობებმა საკუთარი პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატეს თბილისის წიგნის ბაზრობაზე და სოლიდარობა გამოუცხადეს სინდისის პატიმრებს.